ცნობილი მეცნიერი იყო ეთნოგრაფი გიორგი ჩიტაია. და დაახლოებით 10 წელი მოუნდა ამ სახლების, ესე იგი, ყველა რეგიონში შეისყიდა, იქ დაშალა ადგილზე და გადმოიტანა აქ ხელახლა ააგეს. ანუ ამ სახლებში როდესაც ხალხი ცხოვრობდა. ანუ ორიგინალებია. მარტო ორი რეპლიკა გვაქვს, ეს არის აი სვანური კოშკის ზემოთ და ჩვენ შემოხვედით თქვენ აი ჩვენი ოფისის უკან კიდე სიღნაღური სახლი არის ორი რეპლიკა, დანარჩენი არის ორიგინალები ყველა. და ეკუთვნის მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეებს. 30 წელი ეს კაციც ცდილობდა რომ ეს მუზეუმი დაერსებინა, აწუნებდა სახელმწიფოს რომ აი საჭიროა მომავალი თაობებისთვის და ბოლო-ბოლო მიაღწია თავის იმას სურვილს და განახორციელა კიდევაც. მიწის იატაკი არის, თიხანარევი მიწა, უნდა ყოველდღე მორწყა, დღეში ორჯერ მაინც დილა საღამოს და დადგებნო სპეციალური სადგებნე იყო, რომ არ იყოს მტვრიანი, როცა ორივე კადებს აღებ, რომ გამჭოლი ქარეა და მაშინ მტვრიანი იქნება ძალიან. და თან რო დადიხარ, ასეთი უსწორმასწორო ზედაპირი წარმოიქმნება. ამიტომ დადგებნა საჭიროებდა. ყველა ოჯახის წევრს ეძინა ამ პლატფორმაზე, ოღონ ქალები იწვენ მარჯვნივ, კაცები მარცხნივ. წყვილს ჰქონდა თავისი ეგრეთ წოდებული ფაცხა, რომელიც იყო, ნუ აი წინა ეზოში, ესე ჩოლო პრიმიტიული ის იყო, ნუ აი მოწნული პატარა ესეთი ფაცხები, გადახურული იყო ან ყავრით, ან იმითი ისლით და ნუ იქ ახერხებდნენ ამას ყველაფერს. პატარა ბავშვები იყვნენ აი აკუნებში. თავარი კულტურა იყო ეს სიმინდი. სანამ სიმინდი შემოვიდა ამერიკიდან, ხმარობდნენ ღომის ღომს. ეგეთი პოლენტა, რომელიც ძალიან დიდხანს მწიფდება. დაახლოებით მგონი 8 თვე თუ 9 თვე მწიფდება და ამიტომ რახან სიმინდი უცებ მწიფდება, რომ სიმინდი შემოვიდა ამერიკიდან, გადავიდნენ სიმინდზე და ეს პოლენტა ეს ღომის ღომი საერთოდ დავიწყებაში აღარ არის ეს კულტივაციაში. ეს ძველებური ურმის მაკეტია, ანუ პატარა მოდელია, წინაც უკეთია ეს უღელი. ეს არის ნამდვილი უღელი. ეს ორი, ესე და ის. ნუ ორი ხარე შეებმებოდა და მიაცებდნენ ამ ურმის პრობლემის გარეშე. ეს არის საცეხველი იმისი სიმინდის. და გობიდან წამოვიდა სიტყვა მეგობარი, იმიტომ ყველა ოჯახის წევრი ჭამდა ერთი გობიდან და იყვნენ მეგობრები, ანუ ხალხი ვინ ჭამს ერთი გობიდან. ხო ამ იმას წარე გოგრმეს არ იჭმევა და ნუ ესე რაღაც ჭურჭლის ხმარობდნენ, ორშიმოებს აკეთებდნენ ღვინის ამოსაღებად და კიდე საჩხარუნოები ბავშვები რო გაერთოთ